გეხვეწები ორი სიტყვა. ვერ. ანუ ამ წამს მოვედი და კამერები დაგხვდა ჭიშკარს გარეთ, მინდია. ანუ რა მეკითხრე ეს ახლა ხო და მეც ეხლა მოვედი დიაში ცოტათი შედარებით გვიან და ყოფილა აქ შემთხვევა რომ სასამართლოსთან მისულა ან კამერები და იქითანაც გამოვატრიალებიათ, მაგრამ ხო ეხლა აღარ გვატაინებენ და მეც ტექნიკაზე არში გატაინებთ და მეგის დაურეკე შენ. განცხადება შენს ქეთი გამარჯობა. სალამი. ქეთი ეხლა ვდგავართ საქალაქო სასამართლოს კართან ჟურნალისტები და გვაინტერესებდა ვინც განცხადება დაწერა გადაღებაზე გუშინ. იმათ რა ბედიელით, ანუ ვინ უნდა გითხრას პასუხი? 11 საათია ჟურნალისტები უნდა შევსულიყავით 11 პოლიტპატიმრის სასამართლო პროცესი იწყება 11 საათზე, მაგრამ როგორც ხედავთ, ესე შლაგბაუმთან დაგვაყენეს და მანდატურის თანამშრომლები გვიხსნიან, რომ კანონი, რომელიც ქართულმა ოცნებამ დაჩქარებული წესით მიიღო და პარასკევს უკვე ძალაში შევიდა, აი ამ კანონის საფუძველზე ახლა გვეუბნებიან, რომ ჟურნალისტებს არ გვიშვებენ კამერებით და შლაგბაუმთან ვდგავართ. ხალიფშვილებებით სასამართლო აღარ არის გადაწყვეტილების მიმღები გადაღებასთან დაკავშირებით და შესაბამისად მე ვერაფერს ვეღარ გეტყვი ამ თემაზე. ანუ ეხლა ეს განცხადებები რაც დავწერეთ, იმაზე სასამართლო პასუხს აღარ გვეტყვის. ხო, ანუ ეს კომენტარიც მინდა ქეთი, რადგან დიდი არის საჯარო ინტერესი, რა იქნება? არ არის გადაწყვეტილების მიმღები და ვერაფერს ვერ გეტყვი. არც მოსამართლის გადაწყვეტილება არ არის. ქეთი გამარჯობა. მედიასთან ურთიერთობის სამსახურს ველაპარაკეთ ახლა და გითხრა, რომ კანონი ძალაში უკვე შევიდა და იმ საფუძველზე სასამართლოს უკვე აღარ აქვს იმისი შესაძლებლობა, რომ გადაწყვეტილება მიიღოს, ვინ შეძლებს სასამართლოში გადაღებას და ვინ არა. მე რახან ონლაინ მედია ვარ, კანონით ისედაც არ შემეძლო თვითონ უშუალოდ სხდომების და პროცესების გადაღება, მაგრამ თავისუფლად გადავაადგილდებოდი ხოლმე აქამდე სასამართლოს ეზოში, კორიდორში შემეძლო გადაღება და არავის აქამდე არა უკრძალავს თვითონ სასამართლოს შენობაში. უშუალოდ სხდომის დარბაზშიც კამერის შეტანა მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მე ისედაც უშუალოდ სხდომების გადაღების უფლება არ მქონდა როგორც ონლაინ მედიას. ველოდებოდი, რომ ესე პირველ დღეს დაიწყებდნენ აღსრულებას და ესე შლაგბაუმთან დააყენებდნენ. ველოდებოდი. შეიძლება იმიტომ, რომ დიდი ხანია უკვე რეპორტიორი ვარ და ერთხელ მაქვს ნახი რაღაც მსგავსი რაღაც და კი ველოდი რომ ამოქმედებდნენ. ძველ პერიოდს გულის ხო? ძველ პერიოდს გულის კი 13 ამდენ წლის წინ გამოდის, ხო როცა იყო მაშინაც აკრძალული. ერთი ძალიან კაი კადრი იყო, რომელიც მედიას არ გადაუღია, უბრალოდ ჩვენ ადრე მოვედით და ვნახეთ კართან მივიდნენ კამერები. ეგრევე მანდატურები გამოვიდნენ და გამოუშვეს რა. ეგ კადრი ალბათ კარგახას აღარ გამეორდება, ანუ გულისხმობ თვითონ სხის კართან. კი, და აღარ შეუშვეს. აი ხა ეზოშიც აღარ გუშვებენ შესაბამისად. აი ეს პერიოდი რა თქვი, ეკამე მაშინ ეგრე აქტიურად არც მუშაობდი სასამართლოში, არ მახსოვს ეგ ნაციონალური მოძრაობის პერიოდში რო აკრძალეს თვითონ სხდომების გადაღება. აი ეგ როგორ გახსოვს გეხვეწები? ხო, აი ძალიან დეტალები ხა რაღაც აღარ მახსოვს, ეთქვა მაინც ბევრი დრო გავიდა, მაგრამ ჩვეულებრივად არ გქონდა. ეზოში გადაღების უფლებაც არ გქონდა, როგორც მახსოვს. ხო და ნუ ხა რაღაცნაირად აღარც ტრანსლაცია, აღარც არაფერი, აღარც ეზო, აღარც დერეფანი, აღარც სხდომათა დარბაზი. მარტო კალამი და ფურცელი და კალამი და ფურცელი არ არის დღეს საკმარის. მადლობა. ხო, შეგახსენებთ 2007 წელს ნაციონალური მოძრაობის პირობებში აიკრძალა სასამართლოს სხდომების გადაღება, მათ შორის ეზოშიც შეზღუდული იყო და აი სწორედ იმ პერიოდს დაუბრუნდით. მე ფაქტობრივად მეზღუდება ახლა სასამართლოს სხდომაზე შესვლა, იმიტომ რომ კამერით ვერ შევდივარ ეზოში, ვერსად ვერ ვტოვებ, იმიტომ რომ ხო, ესე ტექნიკის ესე მარტივად დატოვება შეუძლებელია, ვიღაცას ვენდო და შევიდე მე სასამართლოს სხდომაზე, შესაბამისად ესე მიჭირს ახლა გადაწყვეტილების მიღება, უბრალოდ სახლში წავიდე თუ გამარჯობა. სახლში წავიდე თუ ესე გარეთ ვიდგე მთელი პროცესის განმავლობაში შლაგბაუმთან და მე დაველოდო ადვოკატებს 11 პოლიტპატიმრის პროცესია ახლა და მოგეხსენებათ მოსამართლე ძალიან ჩქარობს, რომ ივლისის ბოლომდე მიიღოს გადაწყვეტილება და სასამართლოს სხდომები ფაქტობრივად მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. შესაბამისად, ტექნიკურად რომ აგიხსნათ, მე ეხლა აქ
მთელი დღის განმავლობაში უნდა ვიდგე და საღამოს ველოდო, შესაძლოა ღამის 12 საათზე დასრულდეს სასამართლოს ხდომა და ველოდო ადვოკატების გამოსვლას და ადვოკატები ჩავწერო ესე შლაგბაუმთან. წარმოუდგენელია. აი ადვოკატები შედიან ახლა ჩვენ ესე შორიდან უყურებთ. მე შემიძლია შევიდა, კი. ანუ მობილურს და კომპიუტერზე ჯერ პრობლემა არ აქვს. უბრალოდ მობილურს თუ ამოვიღებ და გადაღებას დავიწყებ. აი ვიცი, იმიტომ რომ შესული ვიყავი უკვე და არ იყო პრობლემა. არა და თან გამგვითხეს რომ მობილურს არ გატოვებინებთ. უბრალოდ თუ ავიღებ ხელში და დავიწყებ გადაღებას, ეს ნიშნავს უკვე რომ როგორც კამერა ისე ვიყენებ ჩემ მობილურს და უნდა შევწყვიტო გადაღება. ტელეფონით როგორ არ ვიღებდი? კი, შიგნით არა. კორიდორშიც არ მაქვს უფლება და არც ეზოში არ მაქვს უფლება, კი ამაზე ვსაუბრობ. ახლა ელაპარაკა მინდია გაბაძე პუბლიკის ჟურნალისტი და ფოტოგრაფი ასევე მოსამართლე ნინო გაუსტაშვილის თანაშემწეს და მას აუხსნა რომ იმის გამო რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ახლა ამ ნებართვების გამცემი და მთავარი გადაწყვეტილების მიმღები უწყება არ ყავს მედიასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი და მინდია უხსნიდა მოსამართლის თანაშემწეს რომ სანამ პიარი ეყოლება და სანამ ვიღაც გადაწყვეტს ამ პრობლემას იქნებ იქამდე მედიის წარმომადგენლები შეგვიშვან და გადაღების საშუალება მოგცენან სასამართლო მიიღოს გადაღებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. მართლმადიდებლობის თანახმად საბჭო გეუბნებით, ერთოს მისმენთ რასკელაპარაკებით. გისმენთ, კი ბატონო, მაგრამ კი არ ყავს, ანუ პრეს სამსახური არ ყავს იმ უწყებას, რა უწყებასაც თქვენ მეუბნებით რომ უნდა დაუკავშირდე და მაგას გიხსნით რომ ეს კვირა საერთოდ სასამართლოები ვერ გაშუქდება მაგ პრინციპით. ნუ ეს კვირა რა სანამ გაირკვევა და ხო საჯაროობის პრინციპი იყო პირველ რიგში ალბათ და ეხლა ჟურნალისტები ვდგავართ თბილისის საქალაქო სასამართლოს შლაგბაუმის მიღმა და ძალიან უხერხული არის და იქნება აუხსნათ მოსამართლესაც და ნებართვები თუნდაც რაც ძველი წესით გქონდა წერილი ის გაითვალისწინო. გადავწევ რაც მითხარით. კი ბატონო, იქნებ რა ჩვენს მოგაწვინოთ ხმა რაღაცნაირად მანდატურების საშუალებით მაინც. კი ბატონო. მე მომიწია სასამართლო პროცესიდან გამოსვლა, ანუ 11 საათზე შევძელი პროცესზე დასწრება, იმიტომ რომ ჩემს კოლეგას დაუტოვე კამერა, რომელსაც მე წასვლა მოუწია და შესაბამისად მეც გამოვედი, ახლა შლაგბაუმთან გავარ და ვეღარ შევძლებ, იმიტომ რომ კამერის დატოვებას ესე ვერსად ვერ ვახერხებ და შესაბამისად მომიწევს რომ შლაგბაუმთან ველოდოს პროცესის დასრულებას და ადვოკატების ჩაწერას. ხო, მედიის ამბები არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ნაწილში. ჩვენ ვუთხარით სასამართლოს რომ შენთვის თუ არის ცნობილი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რა გადაწყვეტილება მიიღო. ერთი არის მე რომ ვარ ანდრო ჭიჭენის ადვოკატი და მეორე ასევე ვარ ტელეკომპანია პირველის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი და ნიშნავს რომ მე მაქვს ინფორმაცია რომ ტელეკომპანია პირველმა გუშინ უკვე მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მაგრამ როგორც მოსამართლემ განმარტა ჯერჯერობით პასუხი არ არის. ოღონდ ეს პასუხი არ მოუკითხავთ მათ, უბრალოდ შემოსული არ არის ჯერჯერობით პასუხი და ეს პრაქტიკა თუ ასე დაინერგება და პასუხი დაახლოებით 2-3 დღეში მოვა, რა თქმა უნდა, ეს დაკარგავს იმ ლეგიტიმურ მიზანს და საფუძვლებს, რაც როგორც წესი არის ხოლმე. თუმცა თავარი მიზანი ამ ცდობის სწორედ ეს იყო, რომ ჟურნალისტებს არ მისცემოდათ საშუალება რომ პროცესები გადაეღოთ, გაეშუქებინათ ეს აბსურდული ჩვენებები და გარდა ამისა, აი დღეს ახლა რა ფორმატში ჩვენ წერთ ინტერვიუს, აი ეს ფორმატი ყოფილიყო. ერთი კითხვაც ანდრომ რაც თქვა რომ ეს აწყობდა იმიტომ რომ პროპაგანდამ ვერ იმუშავა. აი თუ შეიძლება რომ გაჟღერო ეგ რაც თქვა ანდრომ. კი, ანდრომ პროცესზე ძალიან ცალსახად და მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რომ ჩვენ გვსურს თითოეული ჩვენი სიტყვა გაჟღერდეს საზოგადოებისთვის. თქვენ ხო თქვით რომ ჩვენ დამნაშავეები ვართ და გაჟღერდეს ეს საზოგადოებამ დაინახოს. თუმცა რაც გაჟღერდა და თვეების განმავლობაში რაც ნახა საზოგადოებამ ეს რა თქმა უნდა ამ თეთრიძაბის ჩეკერილ საქმეს მხოლოდ აზიანებს პროკურატურის მხრიდან. აქედან გამომდინარე ამ დროს მითითება იყო რომ რადაც არ უნდა დაჯდეს შემოუშვით მედიები, იმიტომ რომ ჩვენ გვსურს რომ ჩვენი საქმე გაშუქდეს. თუმცა როგორც ხედავთ ამ ფორმატში გვიწევს ისე მუშაობა და მედიების გარეშე გრძელდება პროცესი.
თქვენი აზრით ეს კვირაც ესე ჩაივლის, რომ საბჭოსთან სავარაუდოდ არ ხვალ ჩვენ ეს საკითხიც დავუყენეთ. სასამართლოს დღევანდელი პროცესი გასაგებია, რომ უფლებების დარღვევით გრძელდება, თუმცა ხვალაც რომ პროცესი გვაქვს, იქნებ ხვალ მაინც მოიკითხოთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რა ხდება, როგორ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ან გარდა ამისა, ეს მხოლოდ მეორე ნაწილია. პირველ ნაწილში სასამართლოს ვალდებულება აქვს, რომ თავად გამოყოს უფლებამოსილი პირი. სად არის ეს უფლებამოსილი პირი? რატო არ არის დარბაზში და თუ არ არის, ვინ არის ის პიროვნება, ვინც უნდა იყოს და ახლა არ იმყოფება. ასეთ შემთხვევაში პრესსამსახურზე მიგვითითეს იმ ადამიანზე, რომელიც ტელეფონებს არ პასუხობს დღეს და არც ტელეფონის ზარს უპასუხო ტოვებს უბრალოდ დღეს განმავლობაში. რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ მედიის აკრძალვა რეალურად მიიღეს ამ პროცესებთან დაკავშირებით, რადგან საზოგადოებას ვერ უმალავენ იმას, თუ რაოდენ საქმე დგას ყალბ და ცრუ მოწმეებზე და რაღაცნაირად სურთ, რომ ეს თავიანთი სახე შეინარჩუნონ, რომელიც აღარ აქვთ და ჩვენ მოსამართლეს უთხარით, რომ ელემენტარულად უარი თუ იყო მედია წარმომადგენლებზე, ეს დოკუმენტი მაინც წარმოედგინა და მოსამართლე ამითაც არ დაინტერესდა და ვფიქრობ, ეს არის პირდაპირ ბრძოლა თავისუფალ აზრთან და სიმართლესთან, რადგან ვერ მოხდეს გაშუქება იმ ცრუ მოწმეების და საზოგადოებამ ვერ ნახოს, თუ როგორ სასაცილო მდგომარეობაში არის გამოძიება აღმოჩენილი.